სოხუმის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უძველესია კავკასიაში. იგი ქალაქის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა. მისი დაარსება რუსეთის შავი ზღვის ფორტიფიკაციის ხაზის მეთაურს ნიკოლაი რაიევსკის უკავშირდება. სწორედ მისი მითითებით შეიქმნა 1940 წელს სოხუმ-კალეს სამხედრო ბოტანიკური ბაღი. მანამდე გადასახლებაში მყოფმა პოლონელმა რევოლუციონერმა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტმა ვლადისლავ ბაგრინოვსკიმ ამ ადგილზე სოხუმის სამხედრო გარნიზონის ბაზაზე სამკურნალო მცენარეები მოაშენა. რაიევსკის სწორედ ეს პატარა ბაღი მოეწონა, რომელიც შემდეგ მისივე ხელშეწყობით სამხედრო უწყების განკარგულებაში გადავიდა, ხოლო ბაგრინოვსკი მისი პირველი დირექტორი გახდა. სოხუმის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქ სოხუმის სავიზიტო ბარათი. აქ ამ პატარა ადგილზე ტერიტორია დიდი არ არის. დაახლოებით 5000-მდე სახეობის მცენარე ხარობს. უმეტესობა მათგანი არის ტროპიკული და სუბტროპიკული წარმოშობის. თვითონ ბოტანიკურ ბაღს გააჩნია თავისი სანერგე მეურნეობა. სანერგე მეურნეობის გარეშე ბაღის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგად მოწყობილი სანერგე მეურნეობა. ძალიან კარგად არის მოწყობილი. მას პატარა ბილიკები აქვს. ბილიკები თარგებში მისასვლელია. თარგებში კი მოქცეულია ეს მრავალფეროვანი მცენარეთა სახეობები და ამ ბილიკების საშუალებით ამ თარგებს უახლოვდები, მიდიხარ თავისუფლად, დაბრკოლებები არ არის და შეგიძლია დაისვენო და გაეცნო მცენარეებს. ეს პატარა საფოთხე გოგონებოდა, თიცით, აი იმდენად ამ პატარა ბაღში ისე კარგად იყო ყველა ადგილობრივი მცენარე წარმოდგენილი და შეხამებული, რომ ესე იგი გულს ახარებდა. ულამაზესი ადგილებია, გამორჩეულია აფხაზეთი. ჯერ მარტო 1500-მდე სახეობა იზრდება ბუნებრივად და მათ შორის 300-ზე მეტი ენდემური სახეობაა და აქედან 180-მდე თუ არ ვცდები თუ ცოტა უფრო მეტი ვიწრო ლოკალური ენდემური სახეობები, რომლებიც აფხაზეთშია წარმოდგენილი და განსაკუთრებით გაგრის და ბზიფის ხეობებში, ქედებზე, იმ ქედებზე და აი იმ ქედებზეც მოგვიწია ყოფნა. ბაღი თავიდანვე მხოლოდ 1 ჰექტარზე იყო გაშენებული. რამდენიმე წელიწადში კი იგი გაფართოვდა და სამოქალაქო მმართველობის ხელში გადავიდა. ბოტანიკურ ბაღს 5 განყოფილება აქვს: ფლორის, ინტროდუქციის, მეყვავილეობის, დენდროლოგიის და მცენარეთა დაცვის. ლანდშაფტით, მრავალფეროვანი უნიკალური მცენარეებით, აუზებით, სასეირნო ბილიკებითა და დასასვენებელი არეებით იგი ყოველთვის უამრავ დამთვალიერებელს იზიდავდა. ბიოლოგი, გენეტიკოსი ვარ მე. იქიდან ბევრი სამკურნალო მცენარეები ამოვიღე და განვათავსე ცალკე ტერიტორიაზე. ჩემთვის ყველა კუთხე, ყველა კუნჭული, ყველაფერი იმ ბაღით ცნობილია. იმიტომ რომ ეს ჩემი მეგობრები პირველ რიგში თუ რამეს უჩვენებდი კარგს, ეს იყო სოხუმის ბოტანიკური ბაღი. ბზინავდა და ბრწყინავდა ეს ბაღი. ამიტომ ყველა დაინტერესებული იყო იქ მოხვედრილი და იქ მივყავდა. სოხუმის ბოტანიკური ბაღი არაერთხელ დარბეულა, მათ შორის რუსეთ-თურქეთის ომების დროს მე-19 საუკუნეში. თუმცა აღდგენილი და რესტავრირებული ყოველთვის ექცეოდა მსოფლიო დონის სამეცნიერო წრეების ყურადღების ცენტრში. მის ბაზაზე მიმდინარეობდა შავიზღვისპირეთისათვის მნიშვნელოვანი კვლევები მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის საკითხებში. ბოტანიკური ბაღის მამა არის ბაგრატჩენკობა, საერთოდ ის აფხაზეთის მამაა, მაგრამ აი აქ და ძიძარია. ეს ინალიფა პროფესორი. ესენი დიდი მზრუნველობით, ყურადღებით ეკიდებოდნენ ბაღის საქმიანობას და უხაროდათ, რომ აბიბინებული, აყვავებული იყო ეს პატარა მხარე.
აფხაზეთის ეს რეკრეაციული ზონა თავისი ტურისტული პოტენციალით აქტიურად ფიგურირებს ადგილობრივ სოციალურ ქსელებში. თუმცა როგორც ჩანს უკმაყოფილო დამთვალიერებელთა თუ კეთილის მსურველთა კრიტიკული გამოხმაურებებიც არც თუ ისე იშვიათია. ეს გასაგებიცაა ამ ბოტანიკურ ბაღს, როგორც აფხაზეთის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს ხომ თავიდანვე დავუწესეთ მაღალი ესთეტიური ღირებულების სტანდარტები.